გამოხმაურება იმედის გმირებს საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი უსინათლოთა ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს იწყებს. კლინიკამ პირველი პაციენტები უკვე მიიღო. რამდენიმე მათგან სამედიცინო ცენტრი მკურნალობის სრულ კურსს ჩაუტარებს. დათოიაშვილს მხედველობის პრობლემა დაბადებიდან აქვს. სამყაროს მხოლოდ 0,001%-ით ხედავს და არასდროს ჰქონია შესაძლებლობა დაენახა დედა ისეთი, როგორიც ის არის. დათოი უსინათლოთაგან ერთ-ერთია, რომელიც ტელეკომპანია იმედის დამსახურებით თვალზე გამოკვლევებს ჩაიტარებს. 11 აპრილს გადაცემამ იმედის გმირების საქველმოქმედო საღამო უსინათლოთა დასახმარებლად მოაწყო. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი უსინათლოებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევას სწორედ ამ ღონისძიებაზე დაჰპირდა. კლინიკაში ამბობენ, რომ ქველმოქმედებაში წვლილი შეტანა მათთვის უმთავრესია. Seamănăa რომ იმედის ტელეკომპანია იმედის პროექტში იმედის გმირები მოგვეცა საშუალება მონაწილეობის და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ სიკეთეს მოიტანს ეს აქცია ჩვენი პაციენტებისთვის. ძალიან საყურადღებოა ტატიშვილის დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ჩართულობა ამ პროექტში. 2 ათეულ უსინათლოს ჩაუტარდა გამოკვლევა, ანუ ეტაპობრივად ხორციელდება და იმედის გმირები, ჩვენი პროექტი არის ყველაფერი ამის ინიციატორი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქველმოქმედო მისიით პირველი პაციენტები ტატიშვილის კლინიკაში დღეს მიიღეს. მათ შორის იმედის გმირი დავით ყვირილიანიც იყო. სამედიცინო ცენტრში პაციენტები ძირითადად 202 სკოლიდან და უსინათლოთა კავშირიდან მიიღეს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აქ მოსულა ყველა პაციენტმა მიიღოს მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურება ჩვენი სპეციალისტებისგან და აქ მოსულ ყველა უსინათლო პაციენტს შევთავაზებთ ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ფართო სპექტრს, რომელიც ჩაუტარდება უახლესი აპარატურით. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტებს შორის რამდენიმეს მკურნალობის გაგრძელება ჭირდება, რადგან მათი პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებადია. სწორედ ამიტომ იმედის გმირების საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში რამდენიმე პაციენტს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი უმკურნალებს. გამოვავლინეთ რამდენიმე ძალიან რთული პათოლოგია, ესეთი როგორიცაა თანდაყოლილი გლაუკომა, ტრავმული პათოლოგიები ნახეთ, ტრავმის შემდგომი გართულებები, ასევე რეფრაქციული ანომალიები. ყველა უსინათლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოებასთან ინტეგრაციისათვის და დიდი მადლობა ამისთვის იმედს და იმედის გმირებს. პაციენტების საქველმოქმედო მიღება ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. იმედის გმირების მორიგი პროექტის ფარგლებში 25 ადამიანის მხედველობას გამოიკვლევენ.